საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 53 პირის ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მეთადონი, ალფა-პვპ, ბუპრემორფინი, ფენტალინი, გამომშრალი მარიხუანა, კოკაინი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი და ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი. დაკავებულებს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლებელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ნასამართლებელი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების, დიდი ოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლისამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს.